უცხოური გავლენის კანონის წინააღმდეგ საქართველოში აქციებს ამერიკის წინა ხელისუფლება, კერძოდ კი USAID აფინანსებდა, აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი მაიკ ბენცი. კიბერუსაფრთხოების ექსპერტმა 2024 წლის მაისში მიმდინარე აქციებზე ისაუბრა, მისი განმარტებით თავად კანონი გონივრულია და ახლა ევროპაშიც ითხოვენ მსგავსი კანონის მიღებას, რათა ევროპამ საბოლოოდ გაიგოს, ხომ არ აფინანსებს ფარულად არასამთავრობო ორგანიზაციებს ამერიკა მათ ქვეყნებში, როგორც ამას მანამდე აკეთებდა 100 წლის განმავლობაში. ბენცის თქმით, ამერიკის ინტერესებში შედის, რომ სხვა ქვეყნებმა არ იცოდნენ თუ ვინ ფინანსდება სახელმწიფო დეპარტამენტის USAID-ის თუ დემოკრატიის ეროვნული ფონდის მიერ, რათა ამ ორგანიზაციებმა შეუფერხებლად შეძლონ ადგილობრივ პოლიტიკაზე გავლენა. სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი ასევე აღნიშნავს, რომ ამერიკას ორმაგი სტანდარტი აქვს და ვაშინგტონის სხვა ქვეყნებს მსგავსი კანონმდებლობის მიღებას უკრძალავს, რადგან თავად ჰქონდეს მათზე ზეგავლენა. ქუჩებში გამოსული ადამიანები ჩვენი გავლენის კვანძები არიან. ისინი USAID-ის სახელფასო სიაში არიან, ისინი სახელმწიფო დეპარტამენტის სახელფასო სიაში არიან, ისინი დემოკრატიის ეროვნული ფონდის სახელფასო სიაში არიან და ჩვენ ისინი იქ გავუშვით, რათა შეეჩერებინათ კანონი, რომელიც საქართველოს საზოგადოებას გააცნობდა, რომ ჩვენ ვაფინანსებთ მათ. კანონმდებლობა ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედია საშუალებებს, რომლებიც თავიანთი დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური წყაროებიდან იღებენ საჯაროდ დარეგისტრირდნენ, როგორც უცხო ძალის ინტერესების მომსახურე ორგანიზაციები. ნამდვილად, განა ეს ყველაზე გონივრული კანონი არ არის, რაც კი გსმენიათ?